ახავს. გაძეწინა მწყემსი ბიჭის და გოგონას ამბავს. ერთად ვიმოგზაურებთ, ბევრ ქვეყანას ვნახავთ, 1000 რამეს შევიტყობ, ზოგს ძველს, ზოგსაც ახალს. გზა კეთილი იქნება, სულ ვერ იგრძნობთ დაღლას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მწყემსი ბიჭუნა სალამურა. სალამურა თურმეიკიდან მეტყვა, რომ სალამურთან ერთად დაბადებულა. ირიჟაჟებდა თუ არა, უკვე მეხზე იდგა. ჭრელ წინდებზე კოხტათა მოიცხამდა ქალავით. შაბათ-დასრებულ წითელ ქულაჯას ჩაიძინა. თავზე ნაბდის ქუდს მოიგებდა. მერე კამარში გაჭაბულ სალამურს ამოიღებდა და სალამურად დააბრუნდა. აქ მასე იღვიძებდა ბუნებდა. ყვავილებიდან ნაფოთებიდან წითელი დაფუთელი ჯამალიები გამოდიოდნენ. სალამურას გარშემო იყრიდნენ თავს.
Welcome, Chief Guy.
იცი? მეფის პირველი აქ სკოლი მიწება. ზაკარი და დედოფალი თვითონ ჭრის და კერა. თავის სახლის ფანჯრებიდან ხალხს ჭოყრის იწვევა. ზეთმეტ სიტყვას მიბეძებს, მეფე წერია. გამარჯობა, მე კონდარ თუ ხუცესი ვარ, მეფის პირველი ვეზირი. ეს კონდარეთის ციხე-სიმაგრეა. ამ ციხე-სიმაგრეს მეფე და დედოფალი გამგონია. ეს კი უფლისწულია, კონდარული. აბარი, მომიყევი რა. იყო და არა, იყო რა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი წყალობელი, იყო ერთი ვაში და ერთი მსხალი. ეს ხაბარი არ მომწონს. აბა სხვას მოგიყვები. იყო ერთი ფუნთუშა და ერთი ღვეზელი. არ ვიდა, შენი მოყოლილი ხაბარი. უფლისწულა კონდარულ, სადილის დროა. მოდით, წინ საფარი გაგიკეთოთ და ფაფა მიირთვით. არ ვიდა, არ შევჭამ. თუ კი ისეთ ზღაპარს მომიყვები, რამ მომატარება? მაშინ შევჭამ. იყო და არა, იყო რა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი წყალობელი, იყო ერთი ბნელი და უხრანი ტყე. მე რა წამი, ხამიცი რომ სემნერის მაშინია, სად არის ეს ოხები? ეს ტყე ძალიან შორს არის. თანაც ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავს ზეთუნახავს, რატომ ეძახიან? იმიტომ რომ ზე არასოდეს უნახავს. რატომ არ უნახავს მერე? იმიტომ რომ ციცინათელებს მწყემსავს, დღისით ზინავს, ღამით კი ღვიძავს. იმენ ზეთუნახავს სახელი არა აქვს. როგორ არა, ბაია ხვია ყვავილის სახელი. აბათ ბაიას ვითელი ფუხლებისგან შეკერილია შია. ძალიან ლამაზია ბაია, ბადრი მთვარესავითანა. მინდა, ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავ მინდა. მამიკო, ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავ. მინდა შეგახა. დიახ, პრინტავა, კონდარ თუ ხუცესი საყვარელი ქალიშვილი და კონდარ ეთის მზეთუნახავ. ხომ ლამაზი ვარ? აბა კარგად შემომხედე. გინდათ მე დამემგზავრსოთ? კარგად მომისმინეთ, ერთი საიდუმლო უნდა გაგინქიროთ. თუ გინდათ რომ მზეთუნახავი გახდეთ, კარგად უნდა ჭამოთ. მე რომ ჭამა არ მიყვარს, დედ მამას უნდა დაუჯეროთ. მე რომ მამას ვაბრაზებ, კარგად უნდა ისწავლოთ. მე რომ სწავლა არ მიყვარს, ერთი სიტყვით არ უნდა იზარდოთ. მეფე მომზადება. მე კონდარეთის მეფე, კონდარ მე-15 გახლავართ. მე ვამოღებ ჩემი მეფური წარმომავლობით, დაიმით რომ ჩემი ქვეყნის არც მეტი, არც ნაკლები ზუსტად მე-15. მე კი კონდარიე გახლავართ, კონდარეთის დედოფალი. ახალგაზრდობაში ულამაზესი და უმშვენიერესი ვიყავი, მაგრამ რაც დედოფალი გავხდი და ქვეყანას უფლისწული ვაჭუქე, ცოტა მოვიმატე, გავსუხდი და შევიცვალე. მამიკო, ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი უნდა. ციცინათელების ქვეყნის მერე სად არის ეს ქვეყანა? არ ვიცი, მეფეო. რას ქვია არ იცი, ახლავე წადი და ჩემს უფლისწულს ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი მოვიდა. ციცინათელების ქვეყანა საინტერესოა. ჩემო ციცინათელა. მამიკო, კონდარული რომ გაიძახი, მზეთუნახავი ვიყავ. განა მე მზეთუნახავი არა ვარ. კონდარულ შვილო, ციცინათელების ქვეყნის მზეთუნახავი ვიყავ. ციცინათელები. მოიცავ
მივიდა ძალიან გაახარა მამის რახები. სკივრი თავისად ახში აიტანა. კანები საგულდაგულოდ ჩაგდა და საქმე შეუდგა. ამასობაში მეფის ვეზირები სასახლეში ხელმსარიელები დაბრუნდნენ. მეფეო, სამწუხარო ამბავი უნდა გავცნობო. თითქმის ქვეყანა შემოვიარეთ და ციცინათელების ქვეყანა ვერ საქმეპოვეთ. ნამდვილად არ არსებობს. არ მაინტერესებს არსებობს თუ არ არსებობს, როგორც გინდათ მოგზაურობთ. მეფეო, ეს ქვეყანა თუნდაც რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, მათზე თუ ნახავი არ ეყოლება. Publisuro შეხედეთ, ეს ხომ ციცინათელების ქვეყნის მზე თუ ნახავი. მაია, შენ გაიახარ? დიახ. აკი არ არსებობს. აკი ეს კისტილა ვითამაშოთ. მე გავიქცევ, შენ კი გამომეკიდე. დავიხარე. მოდი ახლა თვით დაწიწკნობა და ვითამაშოთ. ეგრე ხომ მეთკინება. არა უჩვენ, უნდა მოიწმინო. შენ დათო ნახავ კი არა, ბრინდა ყავიხარ. გადმარჩა თავიდან. მინდა, ციცინათელების ქვეყნის დათო ნახავ. მე ჩაგისურვებთ რა შაბავირი ქვეყნად ყველა ხაბარ. ჩვენ სოფლის წურს ავსრულებ ნატრას. ქორდარეთი მოგრიმზე თუ ნახავ. წავალ, ძერ კინელობას ვკითხავ. იქნება იმენ მიმასწავლა ციცინათელების ქვეყანა. უფლის ტურმა ვემოფიყვანე. ქონდა რომ შვილო, ძილის დროა, მოდი დავიზინოთ, ვეზირი კი ბაიას მოგიყვანს. მართლა მომიყვან? კი, მართლა მოგიყვანს. მაშინ დავიძინეთ. იავნანას მიმღერე, შვილო. მანდელი დაიწყო. ძილი ძალიან უყვარდა. ამით ხომ ეძინა და ეძინა. არც დღისით იგლები. ამიტომ დღეღამის განმავლობაში უამრავ ძილს შედა. მაგრამ რაც ახლა დაესწრა, არაფრით არ გაგდა ადრე ნახსი. უფლის ციცინათელების ქვეყნის მზეც ნახავი დაეცა. მაშინ როდესაც უფლის ზოლიან ყვაბრუნსის მას ნახულობდა, ბაია სალახურასთან ერთად დახუჭობანას თამაში. მაია, მოიცადე, როგორ ვიხარ? აღარ მოგაგწევ, მოდი კიდევ ვითამაშოთ, დახუჭობა. ახლა მინდა დავიხადე. არგი, მაშინ დავისვით. რადგან ვიყვარხარა ხანი, ხედავასწორე. მე კი დღე არ მინახავს. როგორ? ზიარგი ნახავ? არა, არასოდეს მინახავს მზე. ბაია, შენ აუცილებლად უნდა ნახავ მზის ამოსვლა. მე გადავუწევ გაქიადე და მზის ამოსვლაში. რა კარგია, მე ვნახავ მზეს. ბაია, მეძინება, მოდი ცოტა სხვას მოვუჭავ. მე შენ დაისვენი. მე გადავუწევ გაქიადე და მზის ამოსვლაში. კარგი, სალამურა დაისვენე. მე კი ციცინათელებს ერთად გავემხო. Lama
ისე ხონდა მეფის სასახლეში. სასახლეში თბილსაწოლში მდინარეობის საოცარი სიძვარი რომ ნახა, გამოიყვება. გაოცებისაგან თვალები ჭრიდა და ხმამაღლა დაიბრძა. მინდა, ციცინაბალების გვაყრის მზად უნახავი. დაწყნარდი შვილო, ვეზირები დასრულები არიან და მალე მოვლენ. ალბათ უკვე გზაში არიან და ბაია მოყავს. ქარა მომუყარეთ, ბაია, ქარამ გაგაბუტები. ეს გაგავიღა. ბაია, ეს ხომ ბაია. იცი როგორ მინდოდა შენი ნახვა. მე რომ უმეძინე, შენ სიზმარში ვნახე. ერიკო, მამეთი შენი ბედები. როგორ გაჩვდო? მამეთი შენი საქმე. მოდი ახლა ასკინკილა ვიტა. არ მინდა თამაში. მე თამაში რა. მე გეთამაშე. შენთან თამაში არ მინდა. ბაია, მე თამაში რა. რა, ასკინკილა. ახლა გასწავდი, ვარცხელა გახდი. ახლა ასწია და შევაყვა. მე გავიქცევი, შენ კი გამომეკიდე. არ მინდა თქვენი ასკინკილა, არც ეს ბეჭედინისა. მომეთი ჩემი ბედები. ლაბა გამედა ჩემი უხლის ყენინება ახლა გამატებდეს გოგო. მოდი ეს გოგიო დილერში გამოვანწყო. ხედავს როგორ გაიმეტეს ვეზირებმა ბაია, კონდარეთის ბნელ დილებში ჩაუკეტეს კარია. ახლა ვნახო, საამურამ სადი არა, სადარა. გზაზების გადაეყარა ვინ ნახა და ვინ. საამურა კი მეგობრის სადერნელად მიდის ახლა. საკი სახიფა თუ არის მიდის, მაგრამ ვერ გრძნობს დაბლას. ის დიად გაუცხო ქალაქი. გაუცხებას ვეღარ მაქვს. გალავანზე ასასვლელად ხეთი, ონი არა ხო. უცნაური ქალაქია ალეპო. ეს ცხოვრება მე ვაია. იცი, რა ხო? გაგიგონია? თუ არ გაგიგონია, ახლა გაიგონია. რაც როგორ თბილია და შენი ქნები სალამზე დამკვიდრე. ჯამბაზი მიჭდა. რაც თავარია, ფულს ვიშოვი. არ მინდა ფული გამიშკი. ბაია უნდა მოვწერო. არავით არის ბაია. შენი ბაია ახლა ფულია. მე რა შექმნე? ვინ ის სახელს ახლა კი მოდი საქმე შევხვდე. მოდი ჯერ თოქზე შეალო. კიდევ სადები. აბა არ მაგისალო. აბა არ მაგისალო. ალერო. შემოგეძლო ბაბი დიმო. ჰა, როგორ ახარ ბებე? ახლა ყველაფერი მთა. სადაც მოგონიერი. სადაც შენი სახელი გაკეთებული ჯანდარო. აბა ბავშვი რა ჩიტია? სალამურა, ეჩვენე ბატონ მიდიმოარეს. ეს არის აწო. ეს ხომ მეფიცეჩქნა. სამაგიერა და აქრა. ამით მას მოსმევის შესანიშნავი მონაცემი გაქვს. მაგ კრივი ვასწავლე. არა კრივი ჭის გასავით ეჯავრება სალამურას. გონიას გამბაზობა ეხატებოდა გული. დამეძიებიადები. ეკა? ვასწავლე. არავით არ შემთხვევაში. ფულს ვიშოვი. რა? მე კი გავინაცვლებ. ჩვენ ხო მეგობრები ვართ. არავით არ შემთხვევაში მეთქი. ეს არის შვილი არა. მე ვერო
იბეჭოდა ქალაქის ჩიჩაში. იქნებოდა ცოლანი პოეტის მამ გამოარდა. აკაული არ დაიყო ბიჭუნაო. რა მოგიყვანა პოეტების ქალაქში? მე ვაია. ვიდა აბიან ლანატოვარა. აღარ დაგინახა. ბაია, ვიცი, გამიგია. აქედან შორს კონდარეთის ქვეყანაში ხარ გამომწვეული. ვინ არის ბაია, რატომ დაეცა? ბაია, ჩემი მეგობარია. სალამურად, არაფერი დაუმალა კეთილყურებს. უამბო, რაც გადახდა თავს და რატომ დაეძებდა ბაია. პოეტ შეებრალა სალამურად, თავზე ხელი გადაუსვა და მესმის, კარგად მესმის, შენი წუთი. ყური დამიგდე კარგობიტულა. თუ ისევ ბედის მორჩილი იქნები, ბაიას ვერ გამოიხსნა. ბოროტებას ნუ დაეჩაგვრინე. ნუ მოიხრი ქეთს. ყოველ შემთხვევაში როგორც შეძლებ, ისე შეებრძო. მადლობ, პოეტო. ესეც იცოდე, ამ ქვეყნად ყველაზე უფრო ძლიერი სიკეთის ძალაა. ოღონდ კეთილისა და ბოროტის გარჩევა უნდა შეგეძლოს. ახლა წადი და არ დაივიწყო რაც გითხრა. ნახვამდის, პოეტო. ისე მოვიცემი, როგორც კვენდა მარიკი. შვიდოვი. ჩვენი გმირი სალამურა უკვე სულ სხვა ბიჭია, ბაიას დასახმარებლად სხვა გზები აირჩია. ვერ შეაგდო ბედის წერა, ბოროტს სიკეთით ძლია. ვისაც რწმენა გზას უკახავს, გამარჯვებაც მისია. მეგობრებო, ის დრო დადგა, რომ მოშუშდეს იარა, სალამურამ ბაიასთვის იცით სად არის არა? ბევრი იარა, ძალიან ბევრი. და ბოლოს იამბო ჰქონდა. πράγად გადახდა თავს საბრალო სალამურამ. ჯერ იყო და ხონდარ თუხუცესის სასახლეში კინაყვანი შეიყვება. შემდეგ
გამოსვლისათვის. დღეს აქ იმყოფებიან ძირითადად დაწყებითი კლასების პედაგოგები. ეს სპექტაკლი ნახეს ჩვენი დაწყებითი კლასების ბავშვებმა და დღეს არ დაგვდნენ ისინი აქ შეიძლება გაიოცეთ კიდევაც. თქვენ დამერწმუნებით, თქვენ დაწყებით კლასებთან მუშაობთ და როგორი ძნელია, რომ მეორე კლასი აი ამ დონემდე მიიყვანო, ამეტყველო და ამღერო და სცენაზე გამოიყვანო. სცენის რაღაც ელემენტარული ჩვევები შესძინო. ამ ბავშვებმა დღეს ეს შეძლეს. ეს არის ერთი კლასის ბაზაზე გაკეთებული ყველაფერი. ეს მომღერლები ამატყათ, ეს მსახიობები აქ გამოიკვეთეს და იმედია. ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. თქვენ უკვე მესამე გამოცდა ჩაატარეთ ამ კვირაში, სერიოზული გამოცდა. ყველაზე დიდი გამოცდა თქვენ ჩაატარეთ, როცა თქვენ თანატოლებს ჩაუტარეთ ეს სპექტაკლი და იცით როგორ უსმენდნენ ბავშვები, აბსოლუტურად დარბაზი იყო სავსე და სრული სიჩუმე იყო, გასუსული უსმენდნენ თავიანთ თანატოლებს, როგორ თამაშობდნენ ისინი და ასახიერებდნენ მათთვის საყვარელ გმირებს.